ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციები დრო აიცოდეს შენი უფლებები და აპრიორი უერთდებით სამოქალაქო პეტიციას, რომელიც მიმართულია სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებისაკენ. ჩვენ ორგანიზაციის შიგნით შევქმნით საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც აგროვებენ ხელმოწერებს პეტიციაზე. ასევე მოუწოდებთ საზოგადოებას და სამოქალაქო სექტორს, რომ შეუერთდნენ ამ პეტიციას და ბოიკოტი გამოუცხადოთ სოჭის ოლიმპიადას. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც ხორციელდება მცოცავი ოკუპაცია, მაშინ როდესაც რუსეთის ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს, მაშინ როდესაც მოქალაქეები თვითონ ანგრევენ სახლებს საკუთარი ხელით, ტოვებენ მიცვალებული საფლავებს, ამ დროს ამბობენ, რომ სპორტი არ არის პოლიტიკა. სწორედაც რომ სპორტიც და კულტურაც და რაც ჩვენ შეგვეხება, ყველაფერი არის პოლიტიკა. აქვე მინდა გაცნობოთ, რომ ხვალ 19 ოქტომბერს შაბათს დაგეგმილია სამოქალაქო აქციები საქართველოს 21 ქალაქში, ასევე მეტი კონკრეტისათვის ჩამოგითვლით ამ ქალაქებს: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ხობი, საგარეჯო, რუსთავი, ჭიათურა, ხაშური, ზუგდიდი, წალენჯიხა. აქვე გვინდა დავაფიქსოთ ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციები შევუერთდებით ყველა მშვიდობიან დაგეგმილ აქციას, ასევე ღონისძიებას, რომელიც მიმართული იქნება სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებისაკენ. ჩვენი პოზიცია, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა საქართველოს როგორც სახელმწიფომ რუსეთის და პუტინის მიერ დაგეგმილ, მისი რეჟისორით დაგეგმილ მასკარადში. არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩემი გვანცა იმნაძე. დრო აიცოდე შენი უფლებები. არა, იგივე უბრალოდ. არასამთავრობო ორგანიზაცია დრო აიცოდე შენი უფლებები კატეგორიულად ემიჯნება ხელისუფლების დამოკიდებულებას სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ, მიუხედავად ოლიმპიური თამაშების მშვიდობიანი ხასიათისა და ასევე ოლიმპიური კომიტეტის სურვილისა უარი ვთქვათ ბოიკოტზე, იმ დროს, როდესაც რუსეთი ყოველდღიურად განაგრძობს ქართული სოფლების გაყოფას მავთულ ხვართებით, ასევე ქართველი გლეხი ჩეხსვას და საკუთარი ხელით ანგრევს აგურაგურ მამაპაპისეულ კარ-მიდამოს. ფიქრობთ, რომ ამ პირობებში ღირსება და მამულიშვილური პოზიცია დაიცვა ქვეყნის ერთიანობისა და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობა არის უზენაესი. მარიამ კუსრაშვილი. აპრიორი. ანუ არასამთავრობო ორგანიზაცია აპრიორი არასამთავრობო ორგანიზაცია აპრიორი ყოველთვის თავს არიდებდა ან პოლიტიკურ პროცესებსა და აქციებში ჩართვასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს ვთვლით, რომ აუცილებელია საზოგადოებასთან ერთად ანუ პროტესტის გამოხატვა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და დღეს ჩვენ ასე იგი ქართული საზოგადოება ერთხმად უნდა ვთქვათ, რომ არა ოკუპაციას და არა სოჭის ოლიმპიადას აპრიორი უერთდება საზოგადოების ინიციატივას და თქვენ წინაშე ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ 300-მდე ხელმოწერა პეტიციაზე და ვთვლით, რომ აი გაუმართლებელია და დაუშვებელია თუ კი 2014 წელს მიიღებს საქართველოს მონაწილეობას სოჭის ოლიმპიურ თამაშებში. დიახ.
ანუ უკვე ასე ონლაინ სისტემაში გვაქვს 10000-ზე მეტი ხელმოწერა, სავარაუდოდ. ეხლა დღესდღეობით დღესდღეობით ანუ უკვე როგორც ვთქვით ონლაინ სისტემაში 10000-ზე მეტი ხელმოწერა, მაგრამ დობის ფაქტორი ახლა ხვალ იმიტომ ტარდება ეს სამოქალაქო სხვადასხვა ქალაქებში აქციები, რომ ანუ საინიციატივო ჯგუფები უამრავია და საკმაოდ ხელმოწერაც თვითონ მეტია ონლაინ სისტემის გარდა რეალურად. ხო და ვფიქრობთ, რომ ხო ამ პეტიციაზე რომ რამდენი არის სტუდენტთა გაერთიანება არა, საერთოდ სტუდენტები კი, შეადგენს, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ორგანიზაციები არა, ჩვენ შევუერთდით. შევუერთდით, დიახ. დიახ. ჩვენ უკვე შევუერთდით. აგადაიო. ელაპარ, ეჭოლა. რა